90 წლის ასაკში შენი თავი სარწეულას სკამში წარმოგიდგენია თუ კამერის წინ? Arrivederci. ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები დაგიმალავს? ცოტა. ცხოვრება ხوار მოგმეწ. წავა პენსიაზე. 90-იანი წლებია. მაღაზიაში ვართ მე და დედა. დედამ ყველაფერი იყიდა და მგონია ახლა ჩემი ჯერი დადგა. დე შოკოლადი მიყიდე რა. დედა მეუბნება ახლა არაო. მე წუწული დავიწყე თან ხმამაღლა. აუ მიყიდე რა, გეხვეწები. ხალხი შეწუხდა. დედას შერცხვა და გაწითლდა. გარეთ გამიყვანა. ამ დროს მე ჩემი საფილმო ილეთი გავაკეთე. ძირს გავწექი და ტირილი დავიწყე. აუ მიყიდე რა, გეხვეწები, მიყიდე რა. არ გაჭრა. თელი გზა ღაპაღობით მომდიოდა ცრემლები. სახლში რომ მივედი, დედას არაფერი უთქვამს. თელი დღე ჩუმად იყო. მე საღამოს გავიგე მეზობელს ეუბნებოდა. ისეთი მძიმედ რო დადგა, ჩემს შვილს შოკოლადიც ვერ ვუყიდეო. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე და იმის შემდეგ ტკბილეული საერთოდ შემზიზღდა. არა იმიტომ კი არა რომ დედამ არ მიყიდა. უბრალოდ ამ ყველაფერმა ბავშვობის ემოცია წამართვა. ცრემლები ღაპაყობით წამოქსვლია. ნინუცა გამარჯობა როგორ ხარ? კარგად, მადლობა რომ დამპატიჟეთ. პირიქით მადლობა, ძალიან დიდი რომ მოხვედი. ვიცი რომ ძალიან გადარბენებზე ხარ, ეხლა ხარ ჩამოხვედი. კი. და დიდი მადლობა რომ არ დაიზარე და მოხვედი ჩვენთან. დავიწყოთ? დავიწყოთ. კი არ მინახია რაღაცები. არ გინახია. ძალიან ვერ მოვასწარ გადაღებაზე ვიყავ. სამეგობროში თავი გოგო შენ იყავი? არა მგონი ცოტა. ანუ როგორ გითხეთ, მე არ ვარ ლიდერი. მე უფრო როგორ ტიპი ვარ, იცი? ახლა უკვე დიდი ვარკო ყველა ხდება. ნერგავ ჩემ იდეოლოგიას ხო ხდები, ანუ soft power-ს ეძახიან უცხოეთში მაგას. არა თითქმის არასოდეს არ შევდივარ ეგრე, აი პირველი გამოჩდიან რაღაცა რა, იმ სუბუქად მშვიდად ნელა მიმართულების მიცემ. სუპერ. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალ, ბასტოს მინდა უთხრა, რომ აი მაცვია ძმაო შენი მაისური. მომეწონა მივაქციე ყურადღება. წინა გადაცემაში რომ მითხარი, აი შევასრულე სურვილი და მაცვია. ბასტო ფანტასტო. გამოიწერეთ ბასტოს არხი და სანამ ბასტოს არხი გამოიწერთ, აქვე ხართ და ჩვენი არხი გამოიწერეთ ჯერ. აი ჩვენს არ ჩვენს გაწმენდა ერთი ნინუცას არხიც აუცილებელია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გამოიწეროთ. მე სხვათა შორის და ჩვენ ვართ შენი მაყურებლები, თქვენი მაყურებლები ზოგადად. აი სწორი არის თქვენი, მე არა. ჩვენ ვართ. ხო, თქვენ ხართ და საოცარი ამ. თითქმის ყველა გადაცემა ხნანახი მე პირადად და ბრავო. კი ვიტყვი, დამეცადი ერთ. შეიძლება მეც ვისარგებლო წამით? დიახ. აი, თავიდან ხო თქვი შენ. ხო და მე არ ვარ რა, იდეაში ვარ 5-6 კაცი და უდიდესი როლი არის, რომ ანუ ჩემი როლი არის მან სადღაც 20% რა. ძალიან დიდი გუნდი მუშაობს და ძალიან მონდომებით და მათ მადლობა ყოველთვის. ძალიან მაგარია, ხო, იმიტომ რომ გუნდი რო ხარ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი მე მაგალითად მარტო ვარ, კამერასაც მე ვაწყობ. პროდიუსერიც მე. ხალხმა რა დაგიშა. ხო, სუპერ, გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ და სულ ამბობ, რომ არა ეს გუნდი, ზოგადად ამ გუნდის დამსახურება მე რო აგვზივარ თორემ. ეგრე არის. ეგ სულ ეგრე არის. რა, ყოველთვის ერთი ადამიანი შეიძლება უფრო მეტად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს საქმეს. რა თქმა უნდა. ქალაქის თეატრში ვართ, საოცარ გარემოში და მადლობა ამ ხალხს, რომ გვაძლევენ საშუალებას, რომ ვაკეთოთ ჩვენი კონტენტი. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სივრცეს გითმობს ვიღაც, იმიტომ რომ ეს ძვირი ფუფუნება. YouTube სჭირდება დახმარება. კი, და მადლობა. ბიჭი გიცემია? კი. თან მაგარა. არ მაგარა. ერთი იყო.
ეჭვიც არ მეპარება რა თქმა უნდა. ნინუცას ჩენელი არხს იმიტომ დაარქვი რომ გუნდის წევრებს ცოდნოდათ თავარი ვინ არის? არა. მართლა მეტი უკეთესი ვერ მოვიფიქრეთ ეგრეა. იცი როგორი იყო ჩვენ ხო ეგრე არ გქონდა ესე რომ აი ხარა ჩვენ ახლა მოდი დღეს ახლა გავაკეთოთ არხი მუშაობდით ერთ არხზე ხო გადავიღეთ ძალიან მაგარი სიუჟეტი თუშეთზე მოვიწამლეთ და ვიფიქრეთ რაღაცა ორი კვირა ქონდა შეფურება ყველა ბათუმში ვიყავით და მოდით გადავიღოთ ვიყავით ადგილზე მე მარიშკა ნიკა და მარიშკა შეყვარებული ბასა რომელიც გვეხმარებოდა გადაღებაში, იმიტომ რომ გადაღებაზე 4 კაცი უნდა იყოს, აი მინიმუმ გადაღებაზე 4 კაცი საჭიროა რა. ხო და მოკლედ გადავიღეთ რაღაცა, მე ვიპოვნეთ გურო. ხო. ჩვენი მონტაჟის გენიალური რეჟისორი მივუტანეთ მას და გურომ გითხრათ, თქვენ თუ ესეთებს სულ მომიტანთო. მე სულ დაგიმონტაჟებთო. ანუ ძალიან მოეწონა გურო უფრო როგორ ეცი რეჟისორებით არის ხვდები? აი ძალიან მაგრა იცნობს ხასიათს, საშინელი მწარე ყვახი, უბედური იუმორია, აი უბედური საშინელი ენა აქვს და აი ყველას ხასიათი იცის და მაწაკობს. აი გველაპარაკება ჩვენი ვლოგებივით თვითონ ვეღადავება რა. აი ხო ვიცი მე რასაც აკეთებს ეგ. და თავიდან როგორ იცი, ერთი რა სამი კვირა ვამონტაჟებდით და მოდი ხა დავდოთ, მოგვეწონა. ძლივს გავაკეთეთ ის YouTube-ზე ძლივს დავრეგისტრირდით, 9-ჯერ პაროლი დავკარგეთ. არა, ნუ მართლა ქლიავები, ანუ ეს ხო აი საერთოდ ძალიან ისე იყო რა ქაუტურა. წარმოდგენას არ ქონდა რას ვაკეთებ. მიუხედავთ იმისა, რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც პროფესიული განათლება აქვს. წარმოდგენა არ ქონდა, ოთახში ვიჯექით, სადაც მუშაობდით, საღამოს 9 საათი იყო და 4 ვიჯექით ოთახში და ძლივს გავაკეთეთ ეს დავაანონსეთ დიდი სამბით რომ დებთ, ოღონდ ფეიჯი არ გვაქვს რა. და გამოიწეროს ხალხი. ძლივს რაღაცა მოვაკოციცეთ და იქ 4 ვიყოთ, რა დავარქოთ და ეს ჩენელი რას მიშვება, იცი, დღემდე აი არ მოგწონს? არა, ჩენელი ხალხს გონია შანელი თუ რაღაცა. ძალიან გლახა დასახელება. მე საერთოდ იცი რა ის პირველი საპილოტოც არ იყო რა, აი რაც მოვაკოციცეთ და გადავიღეთ და მე ეს დინამიკა შეიცვალა, შემოვიდა ნიკა უდიდეს როლს თამაშობს, იმიტომ რომ ნიკას ლოკაციები, ნიკას ნაცნობები, ნუ ხო ხვდები, შემოვიდა მარიშკა, თავისი რაღაცა ჯენზოუ, რაღაცნაირი უცნაური ხუმრობები და ყვახე ხასიათით და ანუ არხი საერთოდ სხვა ფორმატით შეიძლება ეს ჩენელი შეგვჭა და ეგ სახელის გამოცვლაც მარტივი აღარ არის უკვე, იმიტომ რომ სახელის სახა მე ყველაფრის ტექნიკურად გადალაგებაც რთულია, მაგრამ მე მგონია რომ ვინმე თუ კაი სახელს მოგვაწვდის, ძალიან ახლოს ვართ ყველა იმ ნაბიჯთან, რომ მე მგონია რომ ძალიან შეეჩვია მაგას. ხო, ჩენელს ჩემი ყური დღემდე ვერ ერჩვია. არხი მაინც ყოფილიყო. მაგრამ არ გვიფიქრია, გაიგე, აი საერთოდ არ იყო ეგ. რა მომენტია, მე ვარ თქვენი გამომწერი. მე თავიდან ვიფიქრე ეგ, რაც შენ მოყევე ხარ, ან ინუცას ჩენ, მაგრამ ეხა რო შეცვალო, არ მგონია კარგი ამბავი. ხო. თორე მე იმდენად მივეჩვი ამას, რომ ხო, მაგრამ აი ეგ კიდევ ნინუცას ჯანდაბას ეგოცენტრიკი ვარ და მსიამოვნეს. აი ეს ჩენელი რას მეშვება, იცი? და ვიღაცები რო შანელში ურე. ნინუცას შანელი. ლუდი გიყვარს? კი ძალიან. სვა, თუ? დავай. კაიატია ჩვენი სპონსორი, გაგვიმარჯოს. აი, სტუმრიც გყავს. ცივია და კაი ლუდია. მე ვერ ყვევი ლუდებში და კაია. ხო, ხო, კი. კაია, კი. მე მიყვარს ლუდი, მაგრამ უბანში ტრენდი შეგიტანია? არა. უბანში ტრენდი არ შემიტანია. არა. მაშინ არა. ყარ პოზიციებს არ ვიყავ. არა. არა, მაგრამ ფეხბურთს უბერავდი. ხო? რა მაგარია. კი. და როცა შენი არ ესმით, გაცლას ამჯობინებ თუ შუბლით ასკდები? რო არ ესმით. გააჩნია რა, არ ვასკდები მე პირად ეგევნებ პირდაპირ. ესე პირდაპირ კონფრონტაციაზე არასოდეს არ მივდივარ, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი აზრით ძალიან უშედეგო. ან უნდა მაგ შემთხვევაში თუ მიდიხარ, უნდა ისე გაასწორო ვიღაცა მიწასთან, რომ ის ფეხზე ვეღარ დადგეს. ეგ კაი საქმე არ არის, რომ გააკეთო არც კარმულად და არც ადამიანურად და მე ვიცი, ჩემი რბილი ძალით ვცდი ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ თუ ხვდები, რომ ეხა იცი რა, დრო და ენერგია არის ყველაზე ძვირფასი მე რაც მაქვს. ეგ არ არის რაღაცა რაც უმექნება. ამიტომ მაგას უფრთხილდები. თუ ხვდები, რომ იქ არ უნდა გავუშვა ჩემი ენერგია და არ უნდა გავუშვა ჩემი დრო, ესე
ძიძგილაობაში ჯობი რაღაც გავაკეთო რა და ჩემ თავი წინ დავსდიო. და ბავშვობაში თუ გაიკეთებია ფასიანი კონცერტი ან სპექტაკლი? არა, ბავშვობაში მქონდა ესეთი ტაქტიკა, რომ ყველას ვართმევდი ფულს. 4 სართულიანი სახლი მქონდა და დავიწყებდი ჩემი ძმით. მერე დედა ჩემით. ხო. მერე მამა ჩემით. მე არავას გადაუკეცავდი, მერე აუცილებლად სუნაცნობ მაშინ მე რო პატარა ვიყავი, ძალიან პატარა ქალაქი იყო და ყველა ან ვიღაცის შვილი იყავი, ან ვიღაცის და იყავი, ან ბიძაშვილი რა. ან 1-2 თაყვანისმცემელის, ან შენ და ქალს გეყოლებოდა და ცხოვრებაში ფული, ანუ რატომ შეჭირდებოდა ფული გვეჭამა პიცა. აჰა. ხო, და ამ პიცაზე მე აუცილებლად ვიღაცა დაგპატიჟებ და შესაძლებლად ვაგროვებდი და ვახვავებდი ესე ბარაქას. მოლოდეც. მე წავიდოდი ფეხსაცმელს ვიყიდეთ. ჭინჭყლ ბავშვს თავის სიმართლე აქვს? კი, რაღაცა აკლია. რა აკლია? აი რაღაცა ვერ მიუდექი ისე. ეგ ხო არ არის ის სათამაშო აკლია, ემოციური ბმა. ალბათ ადამიანებსაც დიდებს მოსდით რა, ვერ აკმაყოფილებ მის საჭიროებას, იმ ზრუნვას, რომელიც მას უნდა, რა ფორმითაც მას უნდა. რომელ ზრუნვას თამაშობს წააგო. და დაიწყო ჭინჭყლობა. არა, არ წავაგეო. უნდა მოგება. ეს ხო უფრო ნორმალურია რომ წაგება ნორმალურად გადაიტანო. რახან ჭინჭყლობს ესე არა, იგი. ნორმალური არ არის, შეიძლება უნდოდეს მოგება, ნუ ჭინჭყლობს. მე შეხედე მე აღიაროს. მე ვიცი ჭინჭყლი ხალხი და მესმის მათ, იმიტომ რომ ჭინჭყლი ხდები რაღაცის გამო. ჭინჭყლად არ ჩდება. ჭინჭყლი არა. ფილოსოფია. სადღაც რაღაცა მოაკლდა და ახლა აქ ამაკრებს. ნუ ფსიქოლოგიურად ცოცხალი ადამიანი არ უსმენდნენ ხშირად. რას უსმენდნენ? არ უსმენდნენ? ხო. ვერ მიიღო რაღაცა. ხარა მეც მაგიზიანებს ადამიანები, ვინც უწყობენ. ჭინჭყლობენ და ასე შემდეგ. აბა ნინუცა, ტყეში რომ დათვის შეხვდეს, რა სიზავ? არივედერჩი. გავალ გაღმას. მარიოს რა. რა ბოლო შეიძლება იქონდეს მაგას? არ გაიქცევი? ჯერ აქედან თუ იქიდან. აქედან თუ იქიდან. ხო, ეს რაჭა ჩემი სიყვარულის ამბავი. აუ, რაჭაში ვერ დათვებია. მე მგონი მაინც და მანდ მე მგონი მე მაგალითად გავჩერდებოდი, ეგევა ვერ შემომჩნიოს მეთქი. არა, რაჭა ჩემი სიყვარული არის ყველაზე სწრაფი შეფერში. ხო, გაჩერდებოდი, ხო, ეგ კარგია. სხვათა შორის რაჭაში რო ვიყავი, გავიცანით ერთი 80 წლის თუ 80 გადაცილებული იყო რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგარი მონადირე. ნუ რაჭაში ხო ძალიან მაგარი მონადირეები არიან და ზუსტად ეგ კითხვა დავუსმენთ კი შევხვდი და რას ვაკეთებ და ზუსტად გავჩერდე, ჩავწვე ბუჩქებში რაღაც და აი როგორ მიყურებდა ის ეგ მითხრა. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა. თუ არ გაქვს იარაღი და არის კარგად სროლა, აზრი არ აქვს. კი. სხვის ეზოში ხილის მოსაპარა გადაპარვ ხარ? სიმინდი მომიპარია, თხილი მომიპარია, ხილი მომიპარია. ეგ მოპარო არ არის. ეგ მოპარო არ არის, დაინახი აიღე. სტუმარმა სპინძლობა. საჭიროა. ხო მომცემდა. ისედაც მომცემდა. მოგცემდა რო? კი, ბავშვები ვიყავით. გააჩნია მეზობელს. კაი მეზობლე, გურიაში კაი ხალხი ცხოვრობს და და იმ ერთი მეზობლისთვის ჩუმად სამაგიერო გადაგიხდია? სამაგიერო თითქმის არავისთვის არ გადამიხდია, ის კი არა რომ მეზობლისთვის. თითქმის არა. ანუ ბოღმა არ ხარ? როგორ ბოღმიანი მარა რომ აბა რა გადაგიხდი? აი ვაკონტროლებ ჩემ თავს. მართვა ისწავლე. მართვა არა, საერთოდ ვიცი რომ ჩემ სუდ პატერნები რაც მაგ აგრესია, მაგას არ უნდა აუყვე. ანუ მართვა ისწავლე. ვიცოდი ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, რომ მაგას ხვდებოდი, რომ არ უნდა წავსულიყავი მაგ მიმართულებით, თორემ მაგის სურვილი მე მგონი ყველა ადამიანს აქვს. გურიაში სად გაიზარდე? გომში. გომის თვისძირას არის სოფელი გომი. და ყველა სახლის ეზოში ჩამოედენება ბჟუჟი. მაგარი. აი, იცი სადაა ჩემ სასაფლაოებს რო გაცდები ხელმოჭრნო შევხო, იქაა ჩემი სახლი. ჩემი ბებია ბაბუის. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ადგილია. კი. ოჯახის ნებიერა იყავი? კი. მეტყობა იქ. გეტყობა? კი. და ხა ზოგს არ მოწონს რა, აღიზიანებს ეგ რა. ძალიან მეტყობა ყველაფერში, რომ
მამა ძალიან განსაკუთრებულად მეკცეოდა. ყველა რა, ეგუნარი მქონდა, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყავი და ბევრს მე მოგვიანებით ცხოვრებაში მაგის გამო ცხვირი წავიდე, რომ ძალიან აღიზიანებდათ ეს, რომ რაღაცნაირი ანუ ხელი შეგიშალა. შემიშალა არ ვიტყვი, მაგრამ ვაღიზიან, კარგია რომ დავინახე. დიდხანს ვერ ხვდებოდი ეს ხალხი რატო ვერ მიტანდა. მე მივხვდი. ბავშვობაში არჩეული პროფესიას უღალატე? ბავშვობაში არჩეულ პროფესიას უღალატე? ეს მინდოდა. სულ? სულ ეს მინდოდა. სულ ამბის მოყოლა ძალიან მიყვარდა ეს გადაღება, რაღაცას რომ ვიღებდი და დღესაც ვიღებ. ძალიან მიყვარს ამბის მოყოლა. სარკის წინიდექი ესე ხოლმე? სარკის წინიდექი ჩავიცმევდი და 90-იანი შევიზდებოდი. ანუ სრულიად ჩემ თავს ვართოვდი მე თვითონ რა. ხო. თვითკმარი, მე მგონი ძალიან თვითკმარი ვარ და იმიტომ რომ ეგეთი ბავშვობა მქონდა, რომ მარტო ვიყავი და მე რასაც მოვიფიქრებდი და ვიზავდი, ეგ იყო მთელი ჩემი გასართობი და აუ ამბის მოყოლა, გადაღება, კამერა, მოფიქრება, ეს ექსტრიმი, რომელსაც თვითონ უშუალოდ გადაღებებს დაყვება, ეს ყველაფერი ერთიანობაში ჩემი ეგ სულ მინდოდა. სულ კამერით დავდიოდი, სულ ფოტოაპარატით დავდიოდი, არავის ცხოვრებას არ ვაცდიდი. ხან სცენარს წერდი, ხან მოთხრობას. აი ეგ მინდოდა რა, ამბის მოყოლა მინდოდა ყოველთვის. ხო, და ძალიან მაგარია. ეგ ძალიან მაგარია. ეხლა ყვები სხვა ადამიანების ამბავს. მაგარი. სარკისთვის გიკითხავს, ჩემზე ლამაზი ვინ არის? მაგეთ კითხავს არსო. თავდაჯერებულად მივდი. პირველი სიყვარული თმის მოწიწკნით დაიწყო და სილის გაწმით დამთავრდა? ამერიკაში წავით. გენიალური იყო. ბაღში ვიყავით. ბოლომდე ვერ მოყვები, ბიჭს ერქვა ანტოშკა. ანტოშკა. მე ვიყავი თეთრი. დიდი თვალებით და გრძელი შავი თმებით და ანტოშკა იყო პატალა და შავი. და სახში იყო მაშინაც უკვე ტრაგედია. რასო? კი. მაშინვე გამაგებინეს, რომ შენი შესაფერისი უნდა იპოვო, ძმაო ეგრე არ გამოვა, დამიწუნეს ოჯახში და იყო ჩემი მაგარი ისა, რა ქვია, აკენწვა და ღადაობა, რომ ანტოშკა ძალიან მიყვარდა. და შენ განის. ეს ჩემი ანტოშკა ადგა და წავიდა ამერიკაში ემიგრაციაში და ასე დამტია. ვა. კი. ეხაც ამერიკაშია? სავარაუდოდ. საქართველოს YouTube არხის გაკეთების შემდეგ გაიცანი? ან აღმოაჩინე? კი. აი ხო ხტები გუში მოვობდი, რომ აი რო გონია რომ წაიკითხე, ფილმი ნახე, მოусმინე, მოგიყვა, დოკუმენტურ ფილმს უყურე, კახეთში იყავი, ბათუმში იყავი. და თან ძალიან პატარაა და ძალიან განსხვავდება. ყოველ 5-6 კილომეტრში სხვა მიკროსამყაროები, აი მიკროს ცივილიზაციებს ვიტყოდი რა, იმდენად მოწყვეტილები არიან ერთმანეთისგან, ადათები. რაღაც ტომებად ვართ დაყოფილები. ტიპაჟი, როგორ ლაპარაკობენ, როგორ ფიქრობენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხო, ახლა ხევსურეთში ვიყავი და ველაპარაკები იქაურებს და რას მეუნებიან. ესეთი ამბავი მომიყვა, რომ უფროსი ქალი იჯდაო, მე ახალი რძალი ვიყავიო და ეს ქალი უცბად შეცბაო, დედაო ბავშვის ისე ვზივა, რომ ბავშვს ზურგი შევაქციეო რა. და უთხარი რა მოხდაო ბავშვიო და რაც ლაპარაკობ ბავშვს როგორ პატივსაც სცემო, ისეთ პატივს სცემს ის როდესაც გაიზრდებაო და ყვა. ხო, ანუ მთა მის სიბრძნე მაინც შეინარჩუნა. მთა მე საერთოდ გონია ადამიანად გადამაქცია, იმიტომ რომ მთაში იმხელა სიბრძნეა, ისეთი ურთიერთმოფრთხილება, ისეთი ღირებულებებია, კაცობა, ქალობა, სიძლიერე, ერთმანეთის გატანა, ნუ ხო ხვდები რომ იქ ადამიანური ღირებულებების გარეშე ვერ გადარჩებოდნენ რა. იქ რო ერთმანეთის ძიძვნაზე ყოფილიყვნენ, როგორც ახლა ვარ ჩვენ ბარში. ისინი აქამდე ვერ მოვიდოდნენ. წელში გამართული ადამიანები არიან, ღირსეული ადამიანები არიან და მათგან ბევრი რაღაცა უნდა ვისწავლოთ. მე ესე ვფიქრობ. მე ყოველთვის მე ვსწავლობ. კი. ვცდილობ რომ ვისწავლო. ხო, მთაში რო ადიხარ სხვანაირი ხდები, რა თქმა უნდა, რომ ჩამოდიხარ უკვე სხვა ხარ. ესე მგონია. მთაწმინდის მთვარემ ფერი დაკარგა? ცოტა. ფაჩიაშ. დაფერმკთავდა? თუ ფერი შეიცვალა უბრალოდ. ფერი შეიცვალა. ფერი შეიცვალა. და მთაწმინდაც იგივე ახლა რა.
დააშენეს ზართავზე ყველაფერი რაც ნახეს. და მე მგონი თაწმინდად შეიცვალა. ხო. თაწმინდად შეიცვალა. ფინალი დასაწყისად გიქცევია? რანაირი კითხებია ხალხო. და მგონია რომ ალექს უკრინჯ პასუხებს გაძლევს. არა, ძალიან საინტერესოა. ფინალი და იცი რა არის? ხო ესე ამბობენ, რომ თუ სწორად პასუხობ, რომ ყველა დასასრული არის რაღაცის დასაწყისი. თუმცა მე მგონია, რომ აი შენაც თქვი, შენ უნდა აქციო ეგ ამბავი. ხო. მე მგონია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მეც მათ შორის ვარ, ეგეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან უჭირს რაღაცა რომ სრულდება, გააცნობიეროს რომ დასრულდეს. ეს შეიძლება იყოს ადამიანის დაკარგვა, ფიზიკურად ვაპარაკობ. და ეს შეიძლება უდიდესი ტკივილი იყოს. თუმცა აი მართლა ბევრი მაგალითია ჩემს შემთხვევაში, როდესაც რაღაცა უზარმაზარი თავდება და მართლა წყდება გული და აი მართლა ჩაგწყდება გული, ხო? აი ეგრევე აი ღმერთი ვამბობ მე ყოველთვის, იმიტომ რომ მის რაღაცნაირ არ ვიცი, არსებობას გრძნობ, იმიტომ რომ ხანდახან ისეთი მოულოდნელი რაღაცები ხდება შენს ცხოვრებაში, როდესაც უნდა იყო ძალიან ცუდად, ისეთი კარი გაგეხსნება, რომელზეც ვერ იოცნებებდი მთელი ცხოვრება და იმ გულის ტკივილსაც მოგიშუშებს და გზაზეც უსაფრთხოდ გაგატარებს. თუმცა ჩემთვის ყოველთვის არის ის, რომ აი მაგ პროცესში, როდესაც მაგარი გამწარებული ხარ და მაგარი ნატკენი ხარ, არ უნდა დაკარგო ადამიანობა. და რა არის შენი ადამიანობა, შენ თვითონ იცი. მე ესე მგონი, რომ საზომი ერთეულებები, ღირებულების იქნება თუ არ ვიცი, რაც არა. ხო, ადამიანობა არ დაკარგო ერთია და მეორე რომ გქონდეს იმის ძალა, რომ ეს ფინალი მართლა ეს რაღაცა ტრაგედია იქნება თუ რაღაცის დასასრული, შენთვის რაღაც ახალი საწყისი იყოს. აი, იცი რა, ტკივილმა შეიძლება გააჩინოს გულში ბოროტება. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ეგ თუ ხდება, რომ არ გაბოროტდა გული და მზის ამოსვლაც უხარია და მთაწმინდაზე მთვარიც შეფენილი, შეიძლება რომ მოიზიდოს სიხარული და ბედნიერება შენ ცხოვრებაში და შეიძლება რომ დიდი ტკივილის მერე ისევ გააგრძელო გზა შეიძლება უფრო დაღვინებულმა, მაგრამ კიდე უფრო დიდი ბედნიერების შეგრძნებით. ზუსტად. და ძალიან ფილოსოფოსი გავხდი. არ შეგეხონ, არ შეეხები? მანდახან შევხებო. რო არ ყოფილასაჭი, რომ და დამეყენებინა ერთი ადგილი. მაგრამ ხანდახან გოგო ვარ და და საკუთარი თავის გამართლება უფრო გიყვარს თუ დატუქსვა? სხვებთან ვიმართლებ ჩემ თავთან ტუქსა. და ვერ ვიტან რომ ვიმართლებ ჩემთან ზანერობ მეშლება, იმიტომ რომ დებილობა არის რა. აღიარე რაც კი. დებილობა? დებილობაა კარგია ხო, ნუ შენ იცი და მე ვიცი და რას ვიმართლებ, ხო დაგაჯერებ? ხო და შენ შესწავლები. მარტო რომ რჩები ტუქსავ? კი. კი. მაგარი რა ზბორკები გვაქვს მე და ჩემთავს. ეგ ზედმეტებიც მომდის. შატალოზე პირველი გარბოდი თუ ბოლოს ფეხს ითრებდი ხოლმე მაინც? დედა ჩემისგან ნებართვას ვიღებდი და ისე მივდიო. მასწავლებელი იყო? არა, ურეკ. უსაფრთხოების ნორმას ვიცავდი. ოკეი. მიზანი ამართლებს საშუალებას. კი. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო დიდი სვარპლებია საჭირო გზატკსა. როცა რამეს თმობ, საკუთარ თავს ღალატობ? გაჩნია რას თმობ. შენ ღირებულებას თუ თმობ, რასიც წამს, მართლა გწამს, მაგას თუ დათმობ. მაგას გულისხმობ. მაშ კარგად ყოფილა შენს. მე შეგჭამს ყველაფერი. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დათმო. მე გაფუჭდები. ხეზე ასვლა უფრო ადვილია თუ ჩამოსვლა? ორივე. კი. და ორივეს კარგად შვების ხოთა შორის. იმერეთში კაპარჩხანა გოგოებს ეძახიან მაგას. გურიაში რას ეძახიან? თხა. თხა. დაღმართი აღმართის მეგობარია თუ მტერი? მარიშკას და მე მქონდა მაგარი ფილოსოფიური ისე რა ქვია, საუბარი. ხო. ჩამოვდივართ, ახლა ორი დღე ვიყავით. ხოთა შორის ბორჯომთან და ძალიან მაგარი ნაკრძალი ნეძვის. მე სწორად მახსოვს. ნეძვის აკვეთილია. არ ვარ ნაკვეთი. ხო და არავინ არა ძალიან მაგარი ადგილი. მე მიჭირს აღმართს. ან ნანახი მაგ სიუჟეტი. აღმართზე სიარული. პირველი
1 საათი ძალიან ვიჭირს. მერე მეხსნება და პირველი ავდიო ლამისა თვით ნიკალებანიძეს უნდა რა ვასწრებ კიდევაც. და მარიშკა მეუბნება ჩემთვის ურთულესია დაღმართიო. მე სულ მეგონა რომ აღმართი იყო რთული და ხმით და გაიგე. ხო, ნუ გააჩნია აღმართს და გააჩნია დაღმართს. არა, სულ ნებისმიერი აღმართიო ჩემთვის მარტივია, მარტივია და ჩემთვის პირიქით. დაღმართია, სათხასავით ჩავბიო. გაიგე ხა მით და პასუხი მაგაზე. გააჩნია ვისთვის როგორ. იმპროვიზაცია გაშინებს? არა. პირიქით. ანუ გეგმას მიყოლნი ტიპი არ ხარ. არ ვარ, შეხედა გეგმა უნდა მქონდეს, სცენარი უნდა მქონდეს, უნდა ვიცოდე, გეგმა ყველაფერში გვაქვს. უნდა ვიცოდე, რას ფიქრობს, სად მივდივარ, რა ვსჭა, ყველაფერი უნდა ვიცოდე და იმის იქით მე ვიცი. ბედნიერება წვრილმანებშია თუ რამე გრანდიოზული უნდა მოხდეს? საერთოდ ეს რაღაცა ბედნიერება, ცოტა ისეთი რაღაცა არის, ხო? ბედნიერება. ხო, მაგრამ ხო ამბობენ რომ ბედნიერება წვრილმანებშია. ანუ ვეთანხმებით მაგას. ჩემთვის შეხედე ბედნიერება იყო ესე მახსოვს, მაგრამ პირველად რო აღვიქვე ბედნიერება ვიყავი სოფელ გომში. რატომაც მიყვარს ეს ჩემი სოფელი, მაგრამ რომ მამაჩემი ყველა ის ადამიანი ვინც მე მიყვარს იმ მომენტში იყო იქ, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, იყო ზაფხული. ფეხზე არ გვეცა ფეხსაცმელი, იქ მქონდა ბჟუჟი, იყო სიმინდი. საოცრია. დავრბოდი და დავაი რა მაგარ დროს ვატარებდი და აი მაშინ ვიფიქრე რომ ღმერთო მე ესეთი ბედნიერი შეიძლება არც არასოდეს არ ვიყოფედი. თავდაჯერებულობა იჩუქე თუ შრომით მოიპოვე? მგონია რომ მშობლებს ძალიან ვუყვარდი. და იმაკიდან წამოვიდა ანუ იჩუქე. მაჩუქეს დედამ და მამამ. ძალიან დიდი სიყვარული ჩადეს ჩემში და მგონია რომ თავდაჯერებულობა მაქიდან წამოვიდა, იმიტომ რომ საკმაოდ უნიჭო ვიყავი. და მიჭირდა უნიჭო რაში იყო? ნუ ვერ სწავლობდი რა, მინდოდა სწავლო და ვერ სწავლობდი. ნუ დამიწერდნენ. ვერაფერს ვერ სწავლობდი. ვერაფერს აი მინდოდა მათემატიკაში 5-იანი და ვიღებდი 3-იანი. მათემატიკაში გამომიყვანდა უღნაოდი, ვტიროდი, მეუბნებდი მამა 5-ს ან ცხოვრებაში არაფერს არ მიუღწევია, პირიქით, აი მაგდონეზე იყო ჩემთვის რა. და შეხედე რას მიკეთებდა, იცოდა რა, რომ ადრე თუ გვიან მოუძლიერდებოდი ისე, რომ შევძლებდი ამას. უბრალოდ იმ მომენტამდე, სანამ მე მჭირდებოდა გვერდში დგომა, მამაგრებდი. და მე კი შევძლებდი. გამაგარია. მე ფინანსებზე ჩავაბარე და საერთოდ ტექნიკურ საგნები ვისწავლე. ხო. აი იმიტომ რომ მათემატიკაში 3-იანს ვიღებდი. ჩემთვის მინდოდა და ხო, ანუ რაღაც მიზანი დაისახე. ხო, აი მინდოდა, მიჭირდა და მინდოდა. აი რაც მიჭირს იმას მაგრა. მე ყველაზე კარგი თვისება. მე პირიქით ვარ. ურთიერთობებში არ არის, კაი. თუ ტოქსიკური ურთიერთობა ჯობია გაეშვით. აი, შეხედე, არა, ურთიერთობებში რა თქმა უნდა. საქმეში საქმეში ვიძახი. მე რაღაცას რო დავიწყდო, ხვდები რომ არ გამოდის, რა თქმა უნდა, შევეცდები რომ გავაკეთო, მაგრამ თუ ხვდები, ან ვანებებ თავს და რო არ დაანები ძალიან მაგარია. ხო, და რაღაცა იცი რა, ძალიან ბევრი თითქოს ხო ცხოვრებაში არ გამომიყენებია, მაგრამ აი ძალიან ბევრი რაღაცა გადამალახინა რა. ნებისყოფა გამომიმუშავა. და აი ეგ არის ნებისყოფა ძალიან მაგარი რაღაცა. ძალიან მაგარი. 90 წლის ასაკში შენი თავი სარწეულო სკამში წარმოგიდგენია თუ კამერის წინ? არა, სარწეულო. სარწეულო არა. ჩაწოლილი გამანებეთ და. ანუ არ გაქვს ეგოცნებები 90 წლის ასაკში. არა, 90. ზღვის ნაპირზე და ახლა. კაი რა მინდა 90-მდე. რა? საწავიდა. ავიქამდე რა მინდა. გავაფრინე. არ გინდა? არ მინდა რა თქმა. რატო? ნახო ჩემი შვილი. ნახო ჩემი შვილი გზაზე დამდგარი, ბედნიერი, რომ მივხვდე რომ აზე არის მოსული და მუღამი აქვს ცხოვრების და გვერდში ისეთი მეგობრები და პარტნიორი ყავს, რომ უსაფრთხოთ, ანუ რაც არ უნდა მოიტანოს ცხოვრებამ, შენ ხო ვინც გვერდში ყავს, ის გამაგრებს და შენი მეგობრები რა. და მერე? სო? მე წავალ პენსიაზე. პენსიაზე. ანუ სარწეულო, იმ პენსიაზე? ცხოვრება ხო არ მოგბეჭდა? არა, მაგრამ აი ხო არის ვიღაცას უნდა და ეშინი ამ სექტორებს და არა სიკვდილში არაფერს მე არ მეშინია. არ მეშინია, არ ვფიქრობ საერთოდ. უნარო ვიყო, ჩოჩიალობდე, სხვები შევაწუხო და კიდევ აქეთ მიარონ. ანუ არ მინდა ვიღაცისთვის ვიყო, აი ეს რა, კესა. მე არ მithქვამს ეგ, მე ჯანზე მყოფი 90 წლის მინუსად თქვი. არა, არ გვინდა. სადღაც 80-ისკენ უკვე. არ ვიცი, მე 111 წელი უნდა ვიცოცხლო.
სხვადასხვა ისე წინ არის წასული მედიცინა, რომ მაღალი ალბათობით თუ ყველა საკვებ დანამატს მიიღებ და ინექციას გაიკეთებ, რასაც თავაზობენ, ეხლა რაღაცებს ხო იკეთებენ, პეპტიდი, შმეპტიდი, NLP, რაღაც შმელMP, რაღაცებს ყველაფერს იკეთებენ და ხალხი ისე გამოიყურება და ისეთ ენერგიაზე არის, რომ 20 წელს ასაკში არ არიან მომის. რა, მე 18-ის ვარ და ნახე რა მსგავსია. დედის ერთას რომ მომობენ, მამის ერთა არ გამოდის ის? არა, მამემ არა დავაშავეთ. დედა, იმიტომ რომ დედა. ბატონო? დედა წამყვანი. დედა წამყვანი. ისიც ტოსის. დედას მიყავს, ხო? მიყავს, ანუ აი რა გინდა ხა. კაცი ქმნის გენიალური კომპოზიტორები, ბევრი კაი გაუკეთებია თქვენ მოგდგმას, გადასარევი. მაგრამ ყველაზე კაი ამბავს აკეთებს ქალი. რა თქმა უნდა. ამიტომ ეგა დედა ბუძი. დედა მიწა. ყველაფერი. დედა ენა. დედა დედიკო. გონია რომ ეს კაცები ამდენს რო აღწევენ, ხშირ შემთხვევაში შთაგონება ყოველთვის მოდის, ანუ ქალი ძალიან ისეთი ფაქტორი არის რა, ჩემ შულზე რო ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ქალი ყავს გვერდით. კარგი და ცუდი არ აბსოლუტურად არსებობს. გეთანხმები. საერთოდ არ არსებობს. აი, შენთვის სწორი ადამიანი, რომ ეს შენი ნიჭი გაასმაგოს და მოგცეს საშუალება ბებიაჩემ მეუბნებოდა ხოლმე რომ ქალი ან დაგუპავს ან აგაშენებსო. იცი რა, შენ თავს ან შენ თვითონ დაღუპავ, ან შენ თვითონ ააშენებ. ეგრეა? ხო არ არის. სხვა რაღაცა გითხარ, ანუ შეიძლება შთაგონება იყო, ეგ სხვა რაღაცა. შთაგონება ეგრე მაშინ ნახე. მუზა. ხო, მაგრამ ქალის შემთხვევაში იგივე შეიძლება იყოს. კი, აბა. როგორ არა? ბავშვობაში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები დაგიმალავს. აქ რაღაც განათლება მჭირდება ცოტა. რაღაცა კი დავაშვა, ერთხელ კამფეტები მოიპარა, მგონი და რა მოიპარე? კამფეტები. კამფეტები? კი, მაგრამ დამიჭირეს. დაგიჭირეს? კი, და მოვხვდა. კამფეტები სადმე მაღაზიაში? არა, სტუმრთან ვიყავით, ჩვენს ძალიან ახლობელ, მოკლედ ჩემთვის ეგ არ იყო ქურდობა, იდო ეს კამფეტები და ჯიბეში ჩავიდებ, ჭამდი მიდოდა. როგორ ქურდობა, გაულიცხული. ხო, აი ესე აღიქვა ჩემო ოჯახის წევრებმა, რომ ნებართვის გარეშე არ. ეს სულ მაინტერესებს, რომ აი ჩვენს ბავშვობაში სულ იყო რომ სტუმრად რომ მივიდოდით, არ უნდა გვეჭამათ, რატო? აი არ ვიცი. ვითომ სახში გამოდიოდა რომ უჭმელი ხარ და სახში არ გაჭრა. არა, შარშია ამას. არა, რომ გინდოდა. არა, სხვასთან ხო ყველაზე გემრიელად ჭამ. აბა რა. ნამცხრები, ხაჭაპურები, კამფეტები. გული და ტვინი ხშირად ჩხუბობს. კი. ეგ მგონია ყველაზე მაგარი რაღაცა, როდესაც ადამიანს შეუძლია ეგ გული და გონება დააბალანსოს რა. და მგონია ეგეც შესაძლებელია. და მეგობროს? ხო, გაატოლოს. ხო, აი ტვინი უფრო რაციონალურ რაღაცას, აი გულს უფრო ჯერა და ტვინს უფრო გამოცდილებები ალაპარაკებს და აი ეს ესე იყო, აი ეს ესე იყო და გულს აი ჯერა, ხო? ხო, მაგრამ იმ გულს ტვინი აბალანსებს მაშინ, ხო? ხო, აი რაღაცა ტვინი უპირატესია? კი. საბოლოო ჯამში ტვინის გამოცდილება ხშირ შემთხვევაში აი მაგასაც ვერ გაიგებ შეხედე თუ ტვინი დაგაჯერებს რომ ეს ესე არის, ესეც იქნება. დავაი და გულს მოусმინო შეიძლება სხვანაირად წავიდეს. კაც მარიც. ხო და რომელი უფრო დამღუპელია ხშირ შემთხვევაში? მგონია რომ ორივე. აი შეხედე ემოციებს აყვები. ემოცია ხო გულია. ხო, დაიღუპები და ტვინის ლოგიკას, მშრალ ლოგიკას გაყვები და ეგეც დაგყავს. უსულო გახდები. ხო რაღაც რობოტს ემსგავსები. უსულო გახდები, ხო და მარტო ემოციებით იცხოვრო სულელი ხარ. მარტო იმით ტვინით იცხოვრო უგულო მშრალი არსება ხარ და რაღაცა მგონია რომ შუალედი უნდა გავიცოთ. უნდა რაღაც. ხო, როგორღაც უნდა დავამეგობროთ, თუმცა რთულია ჩემ შემთხვევაში ეგ. ჩემთვის. სამზარეულოში შენი ფანტაზიით ფუსფუსებ თუ რეცეპტს მიყვები? იცი რომ საერთოდ ცუდათაა მან საქმე? ძალიან? ერბუკვერცხიც ვერა? არა, ერბუკვერცხი კი რაღაცა კი გამოდის, მაგრამ შეთაშორს ზამობენ რომ ერბუკვერცხი ძალიან რთულია, მე რომ მგონი რომ დავატყლიპავი. კვერცხს წვავ. სოსის მოხარშვა ვიცი, წიწიბურის, პასტას ვაკეთებ. სოსის როგორ ხარშავ? აუ, ეგეც როგორ ვისწავლე და ჩემთან ტელეფონზე ხარ რაღაც ურეკავდი. ერთხელ ერთად დავადუღე წყალი და ის სოსისი და განცუდი იყო. ხო და ეგ არის სწორი.
ეგრე არის? ანუ ცივ წყალში უნდა ჩაყარო სოსის და ადუღო. ხშირ შემთხვევაში აკეთებენ რომ ადუღებენ წყალს და მე აკეთებენ მე იმას. ეგრე ვაკეთე. ეხა და ის ერთად ადუღე და უფრო არს ხდება. იცი რა, ეგრე ძალიანაც არ მიყვარს ჭამა, რომ საჭმელი გემრიელად ვიკეთო. მე ესე ვფიქრობ და ჭამა არ გიყვარს? არ ვიცი, იმიტომ რომ აი სამზარეულო მაქვს პროდუქტები მაქვს, მიდი გააკეთე რა. დალევა გიყვარს? ერთი ჭიქა, თეთრი ღვინო ძალიან. და ლუდი კაიაკი. და ლუდი მიყვარს ძალიან და კიდევ ცოტა არაყი თუ სვანეთში ვარ და ზამთარია და ცივა. კი. როცა გაქებენ, წითლდები თუ იბადრები? ორივე ერთად. თან მერიდება და თან ძამეხარია. მე მგონი ყველა ეგრეა, ხო? კი. მარტო მე არის რომ წითლდები, პროსტა შავი ვარ და არ მეჩვენა. და წვერები. წვერები. ჭაღარ. ცრემლი ღაპაღობით როდის მოგდის? რო ვერ აჩერებ. ანუ გინდა რომ გაჩერდეს და ვერ აჩერებ. გულს რომ მტკენენ რა, მართლა რომ გულს ეხებია. მართლა რომ გულს რქალად. მე რო გულწრფელი ვარ და შენ რო გულს. მარტივია ატირება შენი? არა, იმიტომ რომ ხა ეგრე ბევრი ადამიანი მე ეგრე არ მიყვარს. არა, არ გულისხმობ უცნობი ტიპი, ანუ კი. ხო? მე მჟღავანა ვარ. გამომწერის კითხვები. ჩვენი გამომწერები წერენ კითხვებს. კიდევ ერთხელ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ, ზალიზღილა კი არ დაგავიწყდეთ, კომენტარი დაწერეთ. გაზიარება. მინუცას ჩენელი გამოიწერეთ და არა შანელი და გადაგვაზიარეთ რა, სადაც საშუალება. ხო, კარგი იქნება. იქ რაღაცები ამოჭერით, მიჭერით, დადეთ რა, დაგვეხმარებით. რომელია შენი ყველაზე ძვირფასი მოგონებაო? ეხა უყვებოდი ჩემი მეგობარია ფეხძიმეთ. და მაგას უყვებოდი, ჩემი შვილი იყო ალბათ რაღაცა თვეების. და მაშინ მყავდა კალიასკა რავაა ქართულად. ეტლი. მყავდა ეტლში, მახსოვსად ვიდექით. თვალებში შემოხედა გამიხიმა, გამიცინა. აი აქიდან, აი აქ რო ვიქცენი და ეს გადიდდა, გაბერდა და რამდენი ეგ მომენტი მახსენდება, იგივე გრძნობა მაქვს. აი მაგ ბავშვმა ძირი, ესე იგი, დამithრია მასა, გამიღიმა და მაგარია, ხო. და დღემდე მოყვება ეგ. და მანამდე მქონდა ეს გურიის ეზოს აღქმა რა, ბედნიერების სისავსის შეგრძნება, რომ ესეთი ბედნიერი არასოდეს არ ვექნები. მანამდე მქონდა ეგ და სასიკოს მერე იყო ეგ. თვალები რომ იჟუჟუნა. როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება, შენი ქალაქის წარსული შენს თვალწინ დაგიხატება? როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება. ნუ ეს გამბერ შეიძლება აკვა. არა აქ მოსმენი. შენი ქალაქის როგორ წარსული მღერი. შენს თვალწინ დაგიხატება? არ ვიცი კავშირშია თუ არა, მაგრამ ჩვენი ქალაქი ნამეტანი შეიცვალა. არა უკეთესობისკენ. ბავშვობაში ცეცხლს რო ანთებდით, კვამლი მხოლოდ ზარმაცებისკენ მისდიოდა? არა, ყველასკენ. ყველასკენ. მისამართო არ ეგ ვერ გაიგებს, დღემდე ვერ გაიგებს. ყველას ეტაკება იქ კვამლი. ნუტირი ხარია, ახალს გიყიდიან. მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია. აი არ გიკვირდა რატომ მერჩივნია იას ახალს ძველი? იმიტომ რომ უყვარდა, მე მყავს ეგეთი ბაჭია. რა ყავს? ბაჭია. ბაჭია. ბაჭია, რომელიც მაჩუქეს, როდესაც ვიყავი, ძალიან მე თვითონ ბაჭია. და ერთად გვეძინა ერთად ჭამდა. რამდენი წელი ცოცხლობს ბაჭია? ბაჭია კაი 38 წლისაა, მინდა გითხრან დაბადებიდან მყავს ეს ბაჭია. ვახჩა. საბჭოთა კავშირის დრომდელი ბაჭია. ის გააგდა ძმა. გააგდა შენი ბაჭია. დღემდე მყავს ჩემი ბაჭია, იმას არ ვთმობ. სენტიმენტალურია. მართლა იცი რამდენი ხანს ცოცხლობს ამ სიცოცხლეს უნდა. ნამდვილი ბაჭია კი არ არის. სათამაშო ბაჭია. კაი, რამდენი. ეხა რა გეგონათ რომ კურდღელი მყავს სახში 38 წელია? კარგით ხალხო. სახში ვარ ის კვირაში 7 საათი. სახი არ ყველაფერი მიკუდება. მაგრამ ინდები შოკი მქონდა. მაგრამ ინდები შოკი მქონდა. მეთქი რაღაც ჰიბრიდი მაგრამ ხარს ბაჭიები არ ცხოვრობენ. თუმცა თუთიყუში ცხოვრობს. თუთიყუში კი და ადამიანი. არა, თუთიყუში ადამიანზე გაცილებით დიდხანს ცხოვრობს. პასტი თუ ბუბუ? პასტი ბუბუ. მე მეც როგორ ვეღარ ვიხსენებ იმას ვიზუალს.
ვარსკვლავებს ეძინება დღეს ამდენ თვალები ეხუჭება აუ ხალხს არ ესმის რომ ერთადერთი ჩარჩო სამფერად სამყაროში იყო ეს ბასტი ბუბუ ამ თავისი მუსიკით. აი ბრენდი ხო არ უნდა დაიკარგოს. არა არ უნდა დაიკარგოს მე გიждდებოდი მაგ და გიждდებოდი რომ თავდებოდი და ეს ვარსკვლავებს ეძინება თუ დაიწყებოდა აბზე შტერდებოდი მე მიყვარს დღემდე მიყვარს ანუ იავნანასავით არის რა იმიყვანა დედაჩემმა კასტინგს ბაბუაჩემს ხონდა როგორ ხმაძე ოპერაში მღეროდა რა სამ გახდებოდა ეს ჩაჩაოს ერთ-ერთი წამყვანი ექიმი იყო მანამდე ქუთაისიდან თბილისში ჩამოიყვანეს იმიტომ რომ კონსერვატორიის უფროსი რო დადიოდა ქუთაისის ქუჩებში იმისთან ჰანგები მოესო იმისთან აღვინა ყვახურას მღეროდნენ რომ ესე კარდაკარ ეძებდა ვინ ვიმღეროდა ну ბაბუაჩემი და მისი მეგობრები ფანტასტიკურად მღეროდნენ. და ну ეხა ჩვენთან ну რა ხდებოდა ხო კარგი ოჯახი, ქართული, მოკეიფები, ექიმები მღეროდნენ და იყო ესეთი ამბავი. ბაბუაჩემი მახსოვს რომ სათითაოდ ყველას გსავდა და ესე აკეთებდა და ხუთივე შვილიშვილს შეგვიმოწმა სმენა. არციც არ გქონდა. და ეჩიმი არ დაანებდა და წამიყვანა ბასტიბუბის კასტინგზე. ხო და რო დავდექ ის სცენაზე მოუჭერი თავი ყოლს. თუ არ გინახავთ როგორ მღერით, შეგიძლიათ ნახოთ ქუთაისის ეპიზოდი და ნახოთ როგორ მღერი და ეგრე ვიმღერე იქაც. სამაგიეროდ თავდაჯერებული ბავშვი არისო, ესე გამომატანას. რა თქვა, ქუთაისის სიცოცხლეხეთო და ნახეთ. ნახეთ. და თქვენ სანამ იმას ნახავთ, შენი ერთი გამოიწერეთ. მანამდე და დააკომენტარეთ. ბიურჯერ უნდა უთხრა. უფრო მეტი. დააკომენტარეთ. product placement დააკომენტარეთ. ვასწავლია. დააკომენტარეთ. მასტერ კლასი. გამოიწერეთ. კაი არ გამოიწერეთ. გააგზე. გამოიწერეთ. error. კარგი. სად მიდიან აუხსნელი ოცნებები? აი, მე მგონი გოცნობები ტრიალებს. ტრიალებს ბრუნ. და ვიღაცას ჩაუჯდება სხვა ტვინში. კარუსელი რომ ჯონდა მომდის. სიბნელე გაუნათლებლობაა თუ უშუქობა? იცი რა ადამიანი ხარ შეხედა მთლადეგრე ხარ გაუნათლებელი ხარ და ბნელი ხარ არ არის ადამიანი შეიძლება იმიტომ რომ არ აქვს წდომა განათლების სისტემამდე არ კონდეს სათანადო განათლება წდომა რას ნიშნავს? აი სკოლა არ იყოს მაგალითად ახლოს საშუალება არ კონდეს რომ კარგ სკოლაში განათლებას მხოლოდ სკოლა გვაძლევს შენ ასე ფიქრობ? ну გააჩნია ხა გარემო პირობას რა შეიძლება სკოლამდე ვერ მიხვიდე შეიძლება სკოლაში ყოველთვის ვერ მიხვიდე შეიძლება შრომა გიწევდეს ხო და ეგ გაუნათლებლობა ნამდვილად შვება იმას რომ ადამიანს უბნელებს გონებას ნამდვილად მაგრამ ესე ცალსახადაც ვერ იტყვი რა მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს რომელსაც შეიძლება ისე სტანდარტული ფორმის განათლება არ აქვს მაგრამ ძალიან გონიერი და გონება გახსნილი ადამიანები არიან თუმცა სკოლაში არ მესმის ამიტომ ვიკითხე სიბნელეა თუ ანუ სიბნელე გაუნათლებაა თუ უშუქობა თქო შეიძლება უშუქობა უფრო უშუქობა მაგრამ განათლება არის ძალიან აუცილებელი არავის არ მოუწოდებ რომ განათლების გარეშე შეიძლება რამე გამოვიდეს ცხოვრებაში ძალიან სასურველია მაგრამ მე მგონი ორივეა რა ხო ну მე პირადად ვიცნობ ესეთ ადამიანებს ბნელ ადამიანებს იცნობ ადამიანებს რომელსაც არ აქვთ კლასიკური გაგებით განათლება მაგრამ ძალიან გონება გახსნილები არიან და ძალიან მასშტაბურად ეგენი არ არის ბნელი ადამიანები ბნელ ადამიანებს იცნობ კი მე ვფიქრობ კი ზოგს განათლება აქვს მაგრამ მაინც უნდა ხო რა თქმა უნდა მეც მაგას გულისხმობ განათლება არ მგონია რომ მხოლოდ კლასიკური განათლებაა განათლება თან ცოტა ღირებულებებიც ისეთი აქვს გლახა როგორც მე მიყვარს სიზმარში ვინც გინახავს რეალურ ცხოვრებაში თუ შეხვედრია არ სოდეს არა არც ერთ სიზმარი არ მხდენია მე ყველა სიზმარი მიხდება ესე იგი სიზმარა ხარ ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა კი დავფიქრე სკოლაში რა ქვია მე რამდენი კლასში ვიყავით როგორ ქონდა ციგს გვაკითხებდნენ მე ფილმს გვაჩვენებდნენ და ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ხო კი
ემოციური. სკოლაში ბევრი რაღაცა ვისწავლე. კაი სკოლა მქონდა. რომელ სკოლაში დაძიო? ამერიკული აკადემია, აი გივის ალბასტანიშვილის რო ქვია, მე ვარ პირველი გამოშვება. ანუ პირველ წელს რო ჩამოყალიბდა, ხო. რის წინიჭი გინდა რომ მქონდეს? სიმღერის. მე ხატვის. ძალიან მინდა ხატვა იცი? ხატა? სხვათა შორის ნორმალურად. აი ხა ძალიან ნიჭიერი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის ხატავ. არა, ანუ ძალიან ნიჭიერი ხარ ჩემ თვალში, იმიტომ რომ მე ძალიან შტერი ვარ. არა, მე ნორმალურად, ანუ შემიძლია გადახატვა. რასაუბარ? ხო. ანუ ტექნიკურად შემიძლია კარგი წვრილი მოტორიკის პატრონი ვარ, შესაბამისად გამოდის. სიმართლე თუ მოქმედება? ისა სიტყვა თუ საქმე, ანუ საქმენი არიან შენი. არ თამაშ კეთამაშები, სიმართლე თუ მოქმედება? აუიმედედა. საქმე만 შენმან გამოგა. სიმართლე. კარგი, მითხარი რამე. ენა ვისაუბრე. მითხარი რამე, ან დამის უკითხვა ან რაღაც და მე შევეცდები რომ სიმართლე გითხრა ან გიპასუხო. შეგიძლია შეცვა. თუ მოქმედება საერთოდ რასაც კლინიკას გააკეთებს. ცოდო არის. მაგის დამსახურება ბასტუსის ყველაზე სამარცხვინო რა გაგიკეთებია? სამარცხვინო? ბოლო დეტალი. მეორე ცხოვრება. იცი რა არის? ძალიან უცნაური რამეა. ზოგადად ვისთვის რა არის სამარცხვინო? ყველაზე სამარცხვინო რა გაკეთება ჩემთვის? აი რა ის რო შეგწეხო არ ეგეთ შემთხვევები რომ გოგო მოგწონს და უცბად გული აგერევა იმის წინ. ხდება ეგეთ რაღაცები. აი რო გაგიტყდა მაგრამ. რო გამიტყდა? და სამარცხვინოც იყო. ცოტა რომ გაბანძდი. ცოტა რომ გაუბანძდი? არ მახსოვს ახლა ეგეთი რამე რა. რა შენ გახსოვს? ახსოვს აშკარა. რატო? მე არ მოყვება. მითხარი. კაი ყველას გვაქვს ეგრე რომ გავფუჭდით. უნდა თქვა ახლა. არა, თქვა არა, მართლა ვერ ვიხსენებ. ანუ ესეთი სამარცხვინო. ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც რაღაც რო ხდება, მე ივიწყებს ხოლმე სამარცხვინო რაღაცეებს. ამიტომ ჩემი მეგობრები არიან, გამახსენეთ რაღაც წინა სიტყვაობა და გავიხსენეთ. გამომწერები მეგობრები. კაი, ხო, მაშინ გავიხსენებ, ცოტა ხან დრო მომეცით რა სამარცხვინო რა გამიკეთებია. სამარცხვინო. ჩემი კითხვა მოეწონა. მე მგონი ყველაზე მეტად ამათ აინტერესებს მე რა გამიკეთებია სამარცხვინო. მარტო მე არ ხალხის გიყვი. იცით რა არის? ერთხელ იყო ერთხელ ესეთი ამბავი? იყო ერთხელ ესეთი ამბავი, რომ ახსოვს? არა, არ მახსოვს. პროსტა ჩაგეცინა. ერთხელ იყო არ მახსოვს. არ მინდა. არ მოყვება. არ უნდა თუ ეგეთი შენ ხო გაგახსენდა. ნახე, არა. ერთი წამი. კაი, არ შეიძლება ადამიანის ნახე სხვა რაღაცას ვამბობ, ეხლა მე უნდა მოვყვე რაღაცა ტყუილი, რომელიც არ ვიქნები გულწრფელი და არ მინდა რომ მაყურებელს მოვატყო ან მაგრამ შენ ხო გაგახსენდა რისიც სისულელე იქნება. შენ ხო გაგახსენდა. ამიტომ არ მოვყვე, გამახსენდა გაგახსენდა, გაგეცინა. და გამეცინა და ეს იყო ძალიან კარგი. არ მოვყვე ყველა სამარცხვინო გამიკეთებია, იმიტომ რომ ის რაც მე ძალიან სამარცხვინო გავაკეთე მარტო მე ვიცი. კაი, კითხვა შეცვალ. რატომ რა შევცვალოთ? არა. ბონუს კითხვა მაქვს. კი. რას ქვია ბონუსი? არ გაეცი ხო? არ გაეცი. არ გაეცი კითხვას პასუხი. როგორ არ გავეცი კითხვას პასუხი? ძალიან დიდი მადლობა რეკომ ჩვენი სტუმარი. პირველად გამეხარდა რომ მოატყუე რომ გახსოვს რომ აი ძალიან გიხარდა რომ დამალე შენი დანაშაული და მოიტყუე. მშობლებს რა თქმა უნდა ახლა ძალიან მარტივი კითხვა. კიდე რა იყო? რა იყო? ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. კაი, მოყევი რა იყო? რაზე მოიტყუე? ძალიან დიდი. ძალიან ცუდი ისტორიებია გამკაც ვერ. მე ცუდი ისტორიები გამორიცხულია. ყველაზე კეთილი ადამიანი ვარ და ყველაზე სპექტაკლი. მიხარია რომ იყავით ჩვენი სტუმარი. სიმართლე თუ მოქმედება, უნდა აგერჩია მოქმედება, იმიტომ რომ აუცილებლად გავაკეთებდი. მე ზოგადად არ ვაკეთებ, არ ვამბობ სიმართლეს, ძალიან იშვიათია ჩემს სიმართლის მოსმენა, ამიტომ არც მოტყუება არ მიყვარს ადამიანს. აცი მოქმედება ჩავსვათ და ბატონო? სალტოს იზავდი? თქვენ ძალიან ცუდად მაშინ მიხიცინებთ ახლა მაგიდან. ნინუცა, გულწრფელად გეუბნები, ძალიან
მიყვარს შენი არხი, თან, თქვენი არხი, ჩვენ. თქვენი არხი და მინდა რომ გისურვოთ უამრავი წარმატება. და რა ვიცი, მართალია სიმართლე თუ მოქმედებაში პასუხი ვერ გაგეცი, მაგრამ ის რაღაცა წარსული ამოატივტივე და კიდევ ერთხელ შემარცხვინე და მადლობა. მადლობა. ძალიან ვისიამოვნე. იმედია შენც ისიამოვნე და არ დაგღალე. არა, ძალიან კარგი.